ანუ რამოდენიმე კითხვა მაქვს რა, ათეისტი ვარ. ბატონო, დებატი გინდა თუ კითხვა გახდა უნდა გახვიდე. კითხვას დამისვამ და უნდა გახვიდე თუ დებატი გინდა. ხო რა, კითხვებზე მიპასუხე რა. დებატი არ გინდა, რომ შენს მიპასუხო კითხვებზე? რავი, მეც გიპასუხე, რა პრობლემაა? შენს სოფხედელობას დაიცავ ლოგიკურად, სილოგიზმით? ასახია რა. დაიცავ პრემისებით? დამიმტკიცებ, რომ ათეიზმი სიმართლეა. კი. მე გისმენ რა, მოდი, შენ მითხარი კითხვა რა, მოდი, მე არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ მე და შენ, მე არგუმენტები მაქვს ზოგადად ჩემი რწმენის დასაწყისად. მე არგუმენტები მაქვს. მითხარ ერთი არგუმენტი. მაინტერესებს. შენ ხო ამბობ, რომ ღმერთი არსებობს და კეთილია. კი. მაშინ რატო ყლებიან ბავშვები, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან და აბორტზე მე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ზოგადად, ხო არის ესეთი მომენტებიც, როცა ბავშვები ისე ყდებიან, რომ არაფერი წამალი არ აქვს მიღებული. ნახე რა მაინტერესებს, ეხლა შენ სიბოროტის არსებობა, სამყაროში სიბოროტის არსებობით ცდილობ, რომ ღმერთის არსებობა უარყო, სწორად გავიგე? არა, მე მაგას არ ვამბობ, მაგრამ შენ ხო ამბობ, რომ ყველაფერი წინასწარ იცი რომ სიბოროტე ზოგადად ქრისტიან აპოლოგეტებს სიბოროტე მოყავთ ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად პირიქით, იმიტომ რომ ობიექტური სიბოროტე ითხოვს ობიექტური სიკეთის პრესუპოზიციას, სიბოროტეს არ აქვს ცალკე ონტოლოგიური მდგომარეობა. სიბოროტეს აქვს პარაზიტული ყოფიერება. სიბოროტეს თუ აღიარებ, რომ არსებობს ობიექტური გაგებით, აღიარებ, რომ სიკეთეს არსებობს და სიკეთე თუ არსებობს, სიკეთეს უზენაესი აბსოლუტური წყარო ჭირდება. სხვა შემთხვევაში რელატივისტურია, ამიტომ ღმერთის არსებობას ამტკიცებ არგუმენტით. თუ გჯეროს მაშინ ეს მითხარი. შენ ხო ამბობ, რომ ღმერთს წინასწარ აქვს ყველაფერი დაწერილი, როგორ და რა უნდა მოხდეს. არასდროს მე არ გამithქვამს, რომ ღმერთს წინასწარ აქვს დაწერილი ყველაფერი, როგორ რა უნდა მოხდეს. არასდროს. შენ არ ვიცი თქვი თუ არა, მე მომისმენია, რომ ქრისტიანები მაგას ამბობენ და არგუმენტად რაზომეთ ამბობენ, რომ წინასწარ არის ყველაფერი დაწერილია. არასწორად ამბობს ყველა ქრისტიანი, ვინც გეტყვის, რომ ღმერთს ყველაფერი წინასწარ გაწერილი აქვს, იტყუება, მატყუა რა ეგეთი ქრისტიანი. ყველაფერი არის ადამიანის თავისუფალი ნება აქვს და ადამიანი აკეთებს არჩევანს. უნდა ღმერთი თუ არ უნდა ღმერთი. თუ უნდა მიიღებს ღმერთი, თუ არ უნდა ძალით არ წაიღო. ღმერთი თუ ყოვლის შემძლეა, მაშინ რატო არ ემაშვება, რომ მაგალითად დავანახოს, რომ ჩვენ მართლა არსებობს თვითონ. ნახე, ყოვლის შემძლე, როცა ვამბობთ, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა, ყოვლის შემძლეს დეფინიცია არის ღმერთს შეუძლია ყველაფერი, რაც არის ლოგიკურად შესაძლებელი. მაგალითად, ღმერთს არ შეუძლია მოიტყუოს. ყოვლის შემძლე არ გამოდის. არა, ყოვლის შემძლე ნიშნავს ყველაფერი, რაც ლოგიკურად შესაძლებელია. ეს არის სიტყვა დეფინიციურად, იმიტომ რომ ჩვენ თუ ლოგიკის დეფინიციებს გავცდებით, გამოგოევა პარადოქსი. მაგალითად, ღმერთს არ შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც ვერ აწევს. იმიტომ რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა. ღმერთი თუ ქვა შექმნის, რომელსაც ვერ აწევს, მაშინ ყოვლის შემძლე აღარ ყოფილა მის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეგ არის რეალობა, რომელიც არის საკუთარი თავის ანტაგონისტური, თვითკონტრადიქტარული. და შენ რასაც მეუბნები თავისუფალ არსებას ღმერთმა თავისი ძალის დემონსტრაციით დააჯეროს, რომ ღმერთია და ძალით მასთან ამყოფოს, ესეთი რაღაც არ ხდება. ეგეთი რაღაც შეუძლია ღმერთს, მაგრამ ამას არ იზამს, იმიტომ რომ შენ თავისუფალი არსება ხარ, ღმერთს შენგან უნდა სიყვარული. თავისუფალი და არა ის, რომ ძალის დემონსტრაციით დაგიმონოს. ძალა განახა და შენ შეგეშინდა და იწმუნე, არა. სიყვარული უნდა და არა შიშით რწმენა, ხო? კიდე ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ეხა ზუსტად ამ მომენტში არ მახსენდება. გაიხსენდა. გაიხსენ დაფიქთი. ის მაინტერესებს, ყველა ქალი ევას ცოდვის გამო რატო ინტერჯება, ევა ხო თვითონ თავისი, პერსონალი არ, თავისი ინდივიდი არ და მაგის გამო სხვები რატო უნდა დაიტანჯონ. ისე ადამის გამო სიტყვაზე ყველა კაცი რო იტანჯებაო, აი ადამის ადგილზე, ან ევას ადგილზე რომელიმე კაცმა, ან რომელიმე ხალხმა წარმოიდგინოს საკუთარი თავი და მითხრას. ამოვიდეს და ხმამაღლა მითხრას, რომ მე რო ადამი ყოფილიყავი, ან მე რო ევა ყოფილიყავი, სხვანაირად მოიქცეოდია. აი გაბედოს მაგის. მოიქცეოდი სხვანაირად. მოიქცეოდი? სხვანაირად? დარწმუნებული ხარ? საიდანიც? ვიცი. აი შენ საიდანიც რომ მე ეგრე არ მოიქცეოდი. მე არ გეუბნები ვიცით ხო, მაგრამ შენ რატო ხარ დარწმუნებული სხვანაირად მოიქცეოდი? ადამიანთან შენ მსგავსებას ვერ ხედავ, მაგალითად რო შეჭამეს და რო უარყვეს ღმერთის უზენაესი კანონზე მიერ. შენ ხა იმას მეუბნები რომ ეგ ადამიანის და ევას ბრალი არ ყოფილა რა თქმა უნდა. არა, იყო, მაგას არ გეუბნები. ნახე შეხედე
ადამიანმა და ევამ რომ შესწოდეს და ღმერთის მორალური კანონზომიერება დაარღვიეს და ღმერთი რო ეუბნება ადამიანს სათხარო ღმერთს ხო ადამიანის ფიზიკური ადგილსამყოფელი არ აინტერესებს ღმერთმა ხო იცის სადაცაა უბრალოდ სულიერ მდგომარეობას გოჩენებს ადამი რას ეუბნება შემცხვა და დავიმალეო და მე რატო აიციო რომ შიშველი ხარო ხო არ გიჭამია ის რა ყოფიო და მე ადამი რას ეუბნება შენო რო ქალი შემიქმენიო იმან შემასწინაო ღმერთს აბრალებს ადამი თავის სისულელეს შენო და ესეთი რაღაც არ გიქნია ცხოვრებაში სხვისის არ დაგიბრალებია შენი დანაშაული პასუხისმგებლობა რომ მოგეშორებინა არ გიქნია კი მაგრამ მას სხვა სიტუაცია მე ხომ მასშტაბებზე არ განსხვავებული მაგიდა მე 100 ჯერ მიქნია და როგორ თქვა ადამიანის ადგილზე სხვანაირად მოვიქცეოდი მეთქი როგორ უნდა ვთქვა მეც ეგრე მოვიქცეოდი რა როგორც ადამი მოიქცა ზუსტად მაგას ვიზამდი მე დავაბრალებდი ღმერთს და ევას დავაბრალებდი ჩემს ოდვას მე რო არ დავშილიყავ ხო ანუ მაშინ ყველა ცოდვილი ვართ ანუ მაგას ყველა ცოდვილია ყველა ცოდვილი ვართ კი ანუ ადამიანის სოდოში ადამია დამნაშავე ევას სოდოში ევა დამნაშავე შენ სოდოში ხარ დამნაშავე მე ჩემში ხო მიხვდი ანუ ჩვენ ერთმანეთის სოდოში არ ვარ დამნაშავე მაგრამ აი ეს სოდვების გავლენა არის ერთმანეთზე რა მე რო ცოდავ შეიძლება სამყაროში გამოვიწიო სიბოროტე და მე ამ სიბოროტემ გამოიწვიოს ტანჯვა ეს ტანჯვა არის სამყაროში ღმერთი გაფრთხილებს ქრისტე რო თან ღმერთი ხო ეწამა ანუ დისტანცირებული არ არის ამ ადამიანური ტანჯვისგან და გვაფრთხილებს რომ მართლაც ამ ცხოვრებაში არის უსამართლობა ტკივილი და სიბოროტე მაგრამ ჩემი ძალით უნდა დაითმინო და გაუძლო გამომყევი 200,000 ლაიქზე ავიდეთ რა მეგობრებო თუ არის შესაძლებლობა ანუ ღმერთმა თუ თავისუფალება მოგცა რომ ჩვენ რას გვინდა ის გავაკეთოთ მაშინ თავისნებაზე ანუ გამოდის რომ დიქტატორია მაგ შემთხვევაში იმიტომ რომ თავისნებაზე გვატარებს ანუ ჩვენ თუ მასთან არ ვიქნებით მაშინ ჩვენ სამუდამოდ ჯოჯოხეთში ვიქნებით ჯოჯოხეთი არის ღმერთის გარეშე უსასრულობა და რა თქმა ღმერთმა თუ არ გინდა ღმერთი ძალი წაგიყვანოს 60-ში ანუ თავისთან ხო და ჯოჯოხეთი რა არის მაშინ ჯოჯოხეთი არის ღმერთის გარეშე უსასრულობა ანუ რა ხდება მან ანუ ღმერთი არ არის ეგ ხდება რომ ღმერთი არ არის მან ანუ შენ ეგ ნახი გაქვს და მაქედან იცი არა ეს არის ბიბლიურად ესეა ბიბლიურად წერია რომ ცეცხლი არის მან და ტანჯვა არის არა ცეცხლი არის მეტაფორული იმიტომ რომ იგივე სახარებაში სადაც ცეცხლი წერია უკუნითი სიბნელე ანუ ქრისტე მეტაფორულ ენას იყენებს რომ აღწეროს რამდენად საშინელებაა ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთის საშინელება იმიტომ კი არ არის რომ ფიზიკური ტკივილია ფიზიკური ტკივილი არაფერი არა ჯოჯოხეთის საშინელება არის იმიტომ რომ ღმერთი არ არის ანუ წარმოიდგინე სიკეთის წყარო სიყვარულის წყარო აი არც სიკეთე რო არის ბიბლია ხო ადამიანებმა დაწერა ჰა ბიბლია ხო ადამიანებმა დაწერა ადამიანებმა ბევრმა ადამიანმა დაწერა თუ ადამიანებმა დაწერა მაშინ ღმერთის სხვა რატო გამოდის იმიტომ რომ დაწერეს შთაგონებით ანუ ღმერთის შთაგონებით დაწერეს რა მიხვდი ეგრე ხო შეიძლება რომ მე დავწერო რაიმე ნებისმიერი და ეგ უეჭველი მოხდება როდესმე ანუ გამორიცხული არაფერი მე დავწერო აი მაგალითად ეს მდინარე დაშრება ან ყინული გაძნება და ანუ მაგას ხო წინასწარ გათვლილი იქნება ანუ ეგ უეჭველი უნდა მოხდეს ბიბლიაში არ არის ესეთი ელემენტარი ჯერ ესეთი ბიბლია მაგიტო კი არ არის ღმერთის სიტყვა რომ რაღაც დაიწერა და მოხდა ეგ ერთი კომპონენტია ბიბლიაში კაცო ქრისტემ აღასრულა 300-ზე მეტი წინასწარმეტყველება ესაია წერდა ქალწულისგანო იშვებაო ძეო ამას წერდა 1500 წლით ადრე და დაერქმეო სახელიო მასო ემანუელი აი ჩაიშვა ხალწულისგანზე ან იგავნიში წინასწარმეტყველები ან საქარიას წინასწარმეტყველება რომ იუთა გასცემდა 30 ვერცხლად იესო ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრი რაღაც არის რა ბევრი წინასწარმეტყველება ახსულა და კავშირშია რა სერიოზული რაღაცები მაგალითად ბიბლიაში დაბადებაში როცა შესწოდეს ადამა და ევამ ღმერთს ისე უყვარს ადამი და ევა ესეთ რაღაცს ეუბნება რომ ეშმაკს რომ ტრობა შემოაგდებო შენსა და დედაკაცს შორის შენ თესსა და დედაკაცის თესს რომ რატო დედაკაცის თესლი მაინც შენი აზრით რატო მაინც დედაკაცის მამაკაცის თესლი რატო არა იმიტომ რომ იესო მარიამისგან იშვა ანუ ღმერთი თავის განკაცებაზე იუწყება მე ადამი და ევა შემოსა ცხოველის წყავით ეს ცხოველი წყავი ქრისტეს თავგანწირვის სიმბოლოა მაგიტო იწოდება ყავი ბიბლიურად ქრისტე რომ ქრისტეს სიკვდილით დაიფარა კაცობრიობა ანუ კაცობრიობა გადარჩა ღმერთის თავგანწირვით სუდის მეტი არაფერი ზოგადად ხალი ხო ისე უსულდება როცა მამაკაცი აკეთებს ხო ეგრეა ეგ ფაქტია და
მარიამი როგორ დაორსულა იქ მაინტერესებს. მარიამის შესახვა მოხდა ზებუნებრივად რა. ანუ პარტნიორი არ ყოლი. აი არც იქ არ არის ლოგიკური. ანუ შეხვალ ღმერთის ძალები ისეთი რაღაცა რაც ლოგიკურია და ეგ რაღაცა ეხა შენ მითხარი არაა ლოგიკური. არა ლოგიკური არის. ლოგიკურიც რაც ნიშნავს რომ ყველაფერი რაც არის შესაძლებელი. ნახე მაგალითად ღმერთი თუ არსებობს მე რასაც გეუბნები როგორ იქნება ეხა მე რომ მომინდეს და ბლუთუზი თვითონ დავარსო. მოუძლებელია. აგიხსნი. ნახე ეგ რო ქალწული რო დაორსულდა, ანუ მარიამი რო დაორსულდა, ეს რო ლოგიკური იყოს, ერთადერთი რასაც საჭიროებს წინაპირობას არის ის რომ ყოვლის შემძლე ღმერთი არსებობდეს. ღმერთი თუ არსებობს, მას აქვს იმხელა ღვთაებრივი ძალა, რომ დაარღვიოს რაღაცა კონკრეტული ბუნებრივი ჩასახვის გზა და ჩაისახოს ღვთაებრივი ძალით, ისე რომ მარიამს არ ყოლოდა პარტნიორი. ეს ღმერთს შეუძლია თუ არსებობს. პრობლემა არ არის. ამიტომ არალოგიკური არ არის. ღმერთისგან თუ მოხდა ლოგიკურია, ღმერთისგან თუ არ მოხდა არალოგიკურია. ხო, მაგრამ ანუ რა მტკიცებულება აქვს, რომ სხვა კაცთან არ ყოფილა და მაქედან არ მოხდა იქ ყველაფერი. ანუ მტკიცებულება არ გვაქვს, რომ სხვა კაცთან იყო. ეგ მტკიცებულება არ ხო, ანუ არ არის ზუსტი ფაქტი არ არის ეგ. არა, ფაქტი რატო არ არის? ანუ ისტორიკოსები, ანუ ამას კონკრეტული מחარებლები, 4 מחარებელი, 4 ისტორიული წყარო, 4 სხვადასხვა კაცი გაქვინს ამას იძახის. და ეგრე შეიძლება ნებისმიერი რამე თქვა. ხო, მაგრამ საწინააღმდეგოს რო იძახის ეგეთი არაფერი არის. ხო, მაგრამ 4 კაცია, 4 სხვადასხვა კაცი სხვადასხვა დროს იძახის მაგასთან. ანუ რანაირად. ხო უნდა იყოს მაგალითად ეგეთი რაღაც შენს სამუბრო ყოფილიყო რამე რომ მარიამის ხვასთან ყოფილიყო, მაშინ უნდა იყოს მაგისტვის რაიმე დამადასტურებელი ევიდენსი. არის ეგეთი ევიდენსი? არ არის. მიხვდი? აი, კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს. ღმერთმა ხო დედამიწა 6 დღეში შექმნა სამყარო და მე 7 დღეს დაისვენა. სადამიწა ყველაფერი ხო? კი ბატონო. ანუ მაშინ დასვენება რატო დაჭირდა თუ ყოვლის შემძლია და დასვენებაში შეუძლია რომ ყველაფერი გააკეთოს. ან დაიხალა? არა. ახსნილია იქ ბიბლიაში, ჩვენთვის აყურთხა, ჩვენთვის დაისვენა. ჩვენ რო დავისვენოთ, ჩვენთვის აყურთხა დასვენება ზოგადად. ღმერთს კი არ დაჭირდა დასვენება. ჩვენ მოხსა მაგალითი, რომ აი საქმეს რო გააკეთებ, ერთი დღე ღმერთისთვის მე ებრაელები არა, ებრაელებს ჰქონდათ ეგ შაბათი, ეგრეთ წოდებული, რჯულისეული იყო. ერთი დღე ღმერთს უთმობდნენ მარტოს. ისვენ სხვა არაფერს არ საქმე არ კეთდებოდა. იმიტომ რომ ღმერთმა აყუთხა დასვენება. იმიტომ რომ სუმუშაობით გადაიწვევი ადამიანი. ხო, აი, ეგ გასაგებია. ხვდი? ეხლა შენ ამიშვი კითხვები. ანუ ხო მოდი დებატიო და შენ დრო. რატო გონია რომ ათეიზმი სიმართლეა? აი დამიდასტურე, ათეიზმი რატო არის სიმართლე? ანუ რას გეუბნები? ან დააკვირდი, ეხლა შენ რომ მაგალითად დაბადებულიყავ ირანში, ან სადმე ეგეთ ქვეყანაში. იქნებოდი მუსლიმანი და დაამტკიცებდი, რომ ნამდვილი ღმერთი არის ალაჰი. ხო ეგრეა? მაგიტო არის ათეიზმი. ადამიანი რო იბადება, იმ რელიგიას და იმას მიყვება, რაც თავისი მშობლების იყო. ან მართალია ბევრი ისმის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება. იცი რომ მე რა მტკიცებულება მაქვს, რომ ჩემი ანი მართალი და ის 10000 ტყუილია. აი რაღაცას კითხავ. ყველა ხო ლოგიკურია. ეხა მე რასაც ლაპარაკობ, შენ გამოყვები მოდი ყველაფერში. ოღონდ ჩემ კითხვასთან არაფერს უოში არ იყო. ათეიზმი რატო არის სიმართლე? ამაზე მაინც არ პასუხს კითხო. ეხა შენ მეუნები, სადაც დაიბადებოდი, იმ მსოფლმხედველობის იქნებოდიო და არა, მე ქრისტიანი არ ყოფილო არა. ეხა გავხდი ქრისტიანი. ყურანი წაკითხული მაქვს და მუსლიმობას ვაპირებდი იქ და იმას და ათეისტი ვიყავი და ისა მე ქრისტიანობამდე ადგილსამყოფელის გამო არ ვარ. ღმერთის გამო ვარ, ღმერთმა გადამარჩინა, მაგიტო ვარ ქრისტიანი. რაც შეეხება მუსლიმებს, ნაბელ ყურეში არის ესეთი, დაგუგლეთ, ნაბელ ყურეში იყო, გარდაიცვალა, მოკლა რამდენიმე წლისთვის ღმერთმა აცხოროს, მუსლიმი იყო მთელი ცხოვრება. მუსლიმი მკვლევარი იყო და გახდა ქრისტიანი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აპოლოგეტი იყო სამწუხაროდ ცოტა ხანი, იმიტომ რომ მოკვდა რამდენიმე წელიწადში. მაგრამ ხო გესმის ადამიანი ბევრი იცვლის იმას მსოფლმხედველობას არ ადგილსამყოფელი არ განსაზღვროს თავიდან ბოლომდე დეტერმინირებას არ ახდენს რა. მე ქრისტიანობაში ყველაფერი ხო მართალი წერია ბიბლიაში. ყველაფერი რა? მართალი ხო არის, რაც მან წერია. კი ბატონო. მაშინ ძველი ახმის შესვლა რატო იყო საჭირო, როცა იესო დაიბადა? არა, შესვლა კი არ იყო, ანუ როგორი თემა იყო იცი ძველი აღარ რაღაცეები. ძველი ახმის რჯული
ძველი აღთქმის ჯული წინასწარმეტყველები ძველი აღთქმის ჯული წინასწარმეტყველებდნენ მესიას ღმერთს განკაცებულ ღმერთს ეს მესია მოვიდა და ამ მესიამ აღასრულა ეგ ძველი აღთქმის რჯული ანუ პავლე მოციქული ამას ხსნის რომ რჯულით შეიცნობა ცოდვა მაგალითად შენ ხო იცი რომ მკვლელობა ცუდია შენ 10 მცნების წაკითხვა კი არ გჭირდება რომ მიხვდე მკვლელობა ცუდია იმაშინაც არ ჭირდებოდა ადამიანს ეგ 10 მცნება მიეცა დასადასტურებლად ცოდვა რო ცოდვა იყო ის მე რჯულის კანონები იქ დეტალებში რაც იყო ცოდვები დეტალებში ეგეც დასამტკიცებლად მიეცა ადამიანებს რომ რჯულით გამრავლდა მე ცოდვა და მე ამ ცოდვით მადლი გამრავლდა და ამ მადლით გამოგვისყიდა მე ღმერთმა ანუ ამისთვის იყო რჯული რომ ადამიანს ცოდა შეეცნო თორე რჯულით ვერავინ ვერ გადარჩებოდა ყველა რწმენით გადარჩებოდა აბრაამის რწმენით გადარჩა დაბადების მე-15 თავის მე-6 მუხლში წერია რომ ერწყმნო აბრაამი ღმერთს და მას შინ სიმართლე შეერაცხა ეს ხო მიხვდი ამიტომ გადარჩენა ხდებოდა მაინც ღმერთით ანუ არაფერი არ შესულა რჯული უბრალოდ აღასრულა ღმერთმა ადამიანური ბუნებით დაიცვა იდეალურად რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ რომ რჯული დაგვეცა ღმერთმა გააკეთა ჩვენთვის იდეაში ანუ ხო არის ისეთი მომენტები როცა მაგალითად ადამიანს უდათ აკიბო ან რამე აქვს და აი მაგალითად გარდაიცვალა ან გადარჩა ხო არის ანუ ორი არის ან კვდება ან გადარჩება რო გადარჩება ამბობენ რომ ღმერთმა გადაარჩინაო და რომ კვდება იმას არ ამბობენ რომ ანუ ღმერთის გამო მოკდაო ან რამე ეგეთი და რატო არის ეგ რა ორივე მხრიდან რატო არ ფიქრობენ ანუ როგორი თემა იცი რომ ჯერ ესეთი ადამიანი შანსი არ არის რომ არ მოკვდეს ყველა ვარიანტში მოკვდება ვერ მოკვდება მაგრამ ვერ მოკვდება კი არა მოკვდება მაგრამ ანუ ხო არის ის ანუ როგორ უნდა მოკვდება თუ გადარჩება ღმერთს მადლობა და თუ ვერ გადარჩება რატო ამბობენ ღმერთმა გადაარჩინაო იმიტომ რომ სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია მარტო ღმერთს სხვა არანაირი ძალა არსებობს რისაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია იმიტომ რომ სიცოცხლის ავტორი ღმერთი ანუ შენ თუ გინდა მთელი მსოფლიოს ექიმები დაგეხმარო რომ ღმერთს თუ უნდა შენი არსებობიდან გაყვანა გაიყვანს 2 წამში და დღემდე არის ისეთი შემთხვევები ექიმები ვერ ხსნიან ადამიანი რატომ მოკვდა აი ეს ღმერთს მოუნდა და გაიყვანა ხო ანუ ღმერთი კეთილი არ არის კეთილი რატო არ არის სიცოცხლის ავტორია და მისი პრეროგატივა არ არის რომ რატო მოკლა ადამიანი ტყუილად მოკლას რატო უწოდება ანუ ღმერთი არის სიცოცხლის ავტორი და მისი უფლება არ არის ვის როდის გაიყვანს იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში თავის თუ თავისუფალება მოგცა მაგრამ რომ ჩვენ არა ისე რატო არ გვაძლევს ჩვენ თავისუფალებას რა უნდა გავაკეთო და რა არა ნება მოგცა არჩევანი გააკეთეო თორე მატერიალური საწყისები და ბალანსები შენებაზე იყოს ისე რომ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში სამუდამოდ იცხოვრო ეს კი არ თქვია ღმერთს ღმერთი ეხა ხო არის ბუნებრივი სიკვდილი მაგალითად მოკვდები სო ან მოკტირა სო მაგრამ როცა შენ თქვი რომ არის შემთხვევები როცა ღმერთი კლავსო თავისს წკავ და მოკლაო ანუ ეგ რატო არა ბუნებრივი სიკვდილიც ღმერთის დაშვებით ხდება კაცო ღმერთი განაგებს ვინ მოკვდება ვინ როდის მოკვდება მაგის ავტორი არის ღმერთი მაგრამ დაშვებას აკეთებს შენ თვლი რომ ამორალურია ღმერთის მხრიდან ადამიანი გაიყვანოს სიცოცხლიდან მე არ თვლი თავისი ან თვითონ არის ავტორი შესაბამისად როცა უნდა მაშინ გაიყვანს გაგიგია ეგეთი რაღაც მეთუნეს ეუბნებოდეს რაღაცა ისა რა ქვია საგანი რატო გამაკეთე ესეო და ისე რატო არ გამაკეთე ღმერთი ისნება თავისი ნება თუ უნდა გაგიყვანს თუ არ უნდა გაგაჩერებს ანუ თან გაყავხარ სხვა არსებობაში ანუ ქრისტიანობა თუ სიმართლეა ლოკაციას იცვლი ანუ ან ღმერთთან იქნები მე ან ღმერთის გარეშე იქნები მე შენი არჩევანიდან და უფალთან ურთიერთობიდან გამომდინარე მაგინა როგორც გავხარდება ის ეკეთებს ყველა რატოა სათამაშოები იმიტომ რომ რაღაცას წყვიტავს მაგალითად სიცოცხლის ხანგრძლივობას შენ ხო გაძლევს თავისუფალებას ხო გააძლევს გინდა მაგასთან თუ არ გინდა მაგასთან ყველაფერს აკეთებს სუბსტანციების შემქმნელი მაგია სუბსტანციები ღმერთმა შექმნა ღმერთი რო არა საერთოდ არ იარსებებდა არც ერთი ცოცხალი არსება და არაფერი არ იარსებებდა მარტო რატომ უნდა დაისაჯოს ადამიანი რომელსაც მთელი გული სწამდა არასწორი ღმერთის მაშინ როცა არ ქონია ინფორმაცია ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ურწმუნოება რა გონია ათეისტობა გონია ურწმუნოება არის ეგ ნამდვილი ღმერთის რო არ სწამ თორე რაღაცის სწამდეს ეშმაკს ეგ სუფეხებზე კინი სოდომ გომორში შენ რა გონია ვინმე ურწმუნო იყო ყველა მორწმუნო იყო ბიბლიამ ათეისტი რა არის ვაფშე არ იცის ყველა მორწმუნო აი ესეთი მორწმუნოები იყვნენ თან ღმერთი უნდა და თან იქ ტაროს გაშლა უნდა ხო მაგრამ ხო არის ეს აი მაგათ ადამიანი ცხოვრობს კაც თქვა თავიღოთ აფრიკა
აფრიკაში ხო არ აქვს მაგდენი ინფორმაცია რა არის ქრისტიანი. არა, აფრიკელი არის აგერ ძმა, ჩემი ძმაკაცი კვამი ქვია. კვამი და აფრიკაზე არ მომბო. აფრიკელი ტომში ცხოვრობს, მე გადავები, კვამი რო ცხოვრობს ეგერ თუ პირობებში, კვამი ნაყოფი აქ ჩვენთან საქართველოში მე გაგაცნობ. კვამი ცხოვრობს აფრიკის ტომში ძმა, მე გადავი იქ ქრისტიანობა ყველგან არის, ყველგან ხადაგებენ, მაგრამ შენ თუ მეკითხები ისეთ ადამიანზე, ვინც ფიზიკურად ქრისტეზე ვერ გაიგო, ეგეთ ადამიანს ღმერთი თავისი ცოდნის მიხედვით განжის. რა უნდა ქრისტეს გაგებას? ქრისტეს გაგებას უნდა რომ გაიგოს სიბოროტე და სიკეთე არსებობს, ეს მარტივი გასაგებია. ეხა მაგალითად მე რა ქვია, ვისაც ალაჰი სწავლთ. მაგათ ხო გონიათ რომ თავისი ღმერთი არის ნამდვილი და არ აქვს იმის საშუალება რომ გაიგონ სიმართლე და არ აქვს იმის რომ წაიკითხონ ბიბლიან. დააკვირდი ეხა ბევრი ისეთი ქრისტიანი მყავს ნახი, რომელსაც ყურანი არც აქვს წაკითხული და საერთოდ არც იცის იმ რელიგიაზე არაფერი, მაგრამ ეზიზღება და არ უყვარს. ხო და ანუ იმიტომ არ მიყვარს, იმიტომ არ გვიყვარს სხვა რელიგია, რომ არ არის მართალი და ემსახურება ადამიანის შეცდომას შეყვანას. რა იცი რომ ის არ არის მართალი და შენ ისინი ცხოვრები არა, მე ყურანი წაკითხული მაქვს. ახლა გამომდინარე ისტორიული შეცდომებია წაკითხული. ისინი რატო გაჟიან? ვისაც არ აქვს წაკითხული, იმიტომ რომ ევიდენტურად თვლიან, რომ იმდენად ჭეშმარიტია ბიბლია, რომელიც წაკითხული აქვთ, რომ ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას, თვლიან, რომ არა ჭეშმარიტია რა. ეგრე მივიდნენ მაგდასკვნამდე. მიხვდი? ანუ არჩევანი არ აქვს, დაიბადებიან თუ რა, იმ წასვე არა, დაიბადა საქართველოს. ადამიანები მე მაგასაც ჩემი გამოსიებიდან გეუბნები. დაიბადე საქართველოში და შეიძლება ქუჩაში გავიდე და თქვა ათეისტი ვარ და ვინმე მოვიდეს და სახე შემომარტყეს, შენ დედა შევეციო მოუყოლოს. არა, მე გადავი პირიქით, ძმა. არ თქვა ეგ. არ თქვა, პირიქითაა. ქრისტიანობაზე უფრო დაღაბულინგებე და იმას გიზამე. შენ არის მე რამხელა პრობლემები მქონდა. არავის ზედმეც ავინმეს ამას ვათქმევინებ კი არა, არავის ზედმეც არაფერს არ ვათქმევინებ. ესე ქუჩაში მით უმეტეს, სახეში. მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ძალიან. ეგ არ თქვა, რომ იცოდე. ძალიან რამხელა ბულინგი იყო, ხა განახებ ჩემს მიმართ და განახებ წერილებს, როგორ მემუქრებიან სიცოცხლის მოსყობით უამრავი ადამიანი. ეგ არ თქვა. ქრისტიანი შენ რო გახდები, მე ნახე ეგეთი პრობლემები, მე ნახავ. რაც დაგიმართება. როგორიც ქრისტიანებს ადრეული ქრისტიანები რო აიყო მოციქულები, მოწაფეები. ყველას კლავდნენ, ყველა ტანჯვით მოკლეს, ყველა ტანჯვით და წამებით მოკლეს. ერთი ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარი მოციქული ვერ მეტყვი, პროსტა ვერ დამისახელებ. ყველა წამებით მოკლეს. ქრისტიანებს აქვს პრობლემები. შენ რა გონია, არა ქრისტიანი ადამიანი, ვინც არის არა ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს, უმეტესობა ვინც არა ქრისტიანია, ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს. ქრისტიანი არ ხდები, იმიტომ რომ ქრისტიანულ ქვეყანაში დაიბადე. ქრისტიანი უნდა გახდე უფალთან ურთიერთობით. უნდა გაიცნო, იესო. მე მყავს მაგალითად აი ერთი მეგობარი მყავს რომ მარტო რომელიც ათეისტია. დანარჩენი მეგობრები ყოველთვის მაკრიტიკებენ იმაზე რომ ანუ ჩემი შეხედულებები მაქვს რა. ხო და მე რო ვეუბნები რომ აი მაგალითად ამიხსნას რატო არსებობს ღმერთი, ანუ ვერ ამიხსნიან, იმიტომ რომ დაიბადნენ, ალბათ მშობლემ აუთხეს რომ ქრისტე არისო ნამდვილი ღმერთიო და ვსო. მეტი არიან არა. როგორი თემა იცი? მაგალითად ამ შემთხვევაში მე შენ არ გაკრიტიკე, მე ვაკრიტიკებ შენ სოფხედოობას. ანუ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ჩემთვის როგორ არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ანუ ჩემი სიყვარული შენს მიმართ არ იცვლება და კეთილგანწყობა შენ ქრისტიანი იქნები თუ არა. შენ ათეისტი ეხა რო ხარ, ეხაც ისევე მიყვარხარ, რო ქრისტიანი რო გახდები, მერეც ისევე მეყვარები, როგორც ეხა მიყვარხარ. ქრისტიანი ვიყავი თავიდან. რო გახდები გამიხარდება და რავი იმენა ვიხტუნებ სიხარულისგან, მაგრამ ჩემი სიყვარული შენს მიმართ ერთი და იგივეა ეხლაც და მერეც, არ აქვს ჩემთვის მაგას მნიშვნელობა. მაგრამ როგორი თემაა ნახე. ქრისტიანობა არის აი როგორი რაღაც იცი რომ აი სიტყვაზე მეცნიერულად ევიდენტურად მეცნიერები ამბობენ რომ დროს სივრცეს და მატერიას დასაწყისი აქვს. ბიბლიის პირველი წინადადება ეგ არის რომ ღმერთმა დასაწყისში შექმნა დასაწყისში ღმერთმა შექმნა სადა მიწა, ანუ დასაწყისი დრო, ცა სივრცე, მიწა მატერია. ეს ცოდვილები რო ვართ ადამიანები და ბოროტებას ვაკეთებთ, ეს არის ფუნდამენტური რეალობა. ჩვენ გვჭირდება გადამრჩენელი, მიმტევებელი ცოდვებისგან. ეს გადამრჩენელი, ეს მიმტევებელი ჩამოვიდა ღმერთი, ჩვენი ვალები რა გააკეთა ღმერთმა წარმოიდგინე, ჩვენ რო გქონდეს 100,000 დოლარი ვალი, მოსამართლე შეგვიწყალოს სასამართლოში, გაიხადოს მოსამართლის მანტია და თვითონ გადაიხადოს ვალი. აი ეგეთი რაღაც გააკეთა. ადამიანური ბუნება მიიღო, თავი დაიმცირა ჩვენი სიყვარულის გამო დაიმდაბლა. ღმერთმა ადამიანი რა შექმნა, ცუდის მეტი არაფერი არ მიუღია. მიიღო უნდობლობა, იმედგაცრუება, ტანჯვა, ტირილი, ტკივილი, ჯვარცმა შეურაცხყოფ, ყველაფერი ცუდი მიიღო. ყველაფერი ყოველ შემძლია რატო არ აკეთებს იმას, როგორც მას უნდა.
თემა ისი ყოვლისშემძლე კი არის, მაგრამ ღმერთს თუ უნდა რომ შექმნას თავისუფალი არსებები, ამ თავისუფალ არსებებს თუ არ თავისუფალი არსება თუა მაშინ რატო წყვეტს როდი შენი მოკვდება? არა, სიკვდილს წყვეტს, იმიტომ რომ სიკვდილი სიცოცხლის წყარო არის ღმერთი, მაგრამ თავისუფალი ნებაში იგულისხმება ის, რომ შენ ის დრო რაც გაქვს, შეგიძლია თავისუფალი არჩევანით რაღაც აირჩიო. შენ შეგიძლია სიკვდილი აირჩიო, თავი მოიკლა და ღმერთმა შეიძლება დაუშვას ეს, მაგრამ ზოგადად ანუ თავისუფალი არჩევანი იმაში კი არ იგულისხმება, შენ განსაზღვრავდე შენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ სიცოცხლის ავტორი შენ არ ხარ, მე არ ვარ. ჩემს თავისუფალს მოეჭვალ ჯოჯოხეთში მიდიხარ, ხო? რა თქვი? უიციდის დროს ჯოჯოხეთში ხომ მიდიხარ უეჭვალ? აი ეგრე არ არის, ძირითად შემთხვევებში კი, მაგრამ უეჭველი არა. კაჩნი. ან თუ ქრისტიანი ხარ და მაგალითად ცხოვრებაში ისეთ რამ მოგივიდა, რომ ანუ როგორ ვთქვა რა, გიწევს. ანუ შეიძლება არ გააკეთო, მაგრამ ანუ შენ შემთხვევაში ხო არის ისეთ მომენტები, როცა გააკეთებ. აი თქვა ისეთ რამ მოგივიდა, უნდა გააკეთო. აი მაგალითად რას გულისხმობ? მაგალითად აი ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. აი რა რის გაკეთებაზეა საუბარი? რაღაცა გააკეთო და რა უნდა გააკეთო? გემუქრებიან რომ აი ლურჯი ვეშაპირო იყო ხო იცი ადრე თამაში. აი მაგ შემთხვევაში როგორ? გასაგებია, ნუ ის იდეაში ხო მესმის. ანუ როგორი თემაა იცი ზოგადად? თვითმკვლელობის დროს აუცილებლად ჯოჯოხეთში რო ხვდება ადამიანი, ამის თქმის უფლება არ აქვს ქრისტიანს, იმიტომ რომ ესეთი რაღაც ჩვენ არ გვიწერიეთ. თვითმკვლელობა ცოდვა და თვითმკვლელობა ძირითადად ხდება სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე და სასოწარკვეთილება არის მამა არის ეშმაკი. ანუ ღმერთი არ უნდა დაყარგო, იმედი არ უნდა დაყარგო, ხო მიხვდი? ამიტომ ეგრე არ არის რომ აუცილებლად ჯოჯოხეთში მივა, შესაძლებელია სხვანაირად მოხდეს რაღაცა, ხო ეს ზუსტად არ ვიცით რა. და ისე ღმერთს ყველანაირი ადამიანური ტანჯვა აქვს საკუთარ თავზე გადატანილი. ისე რომ არ იმსახურებდა, ცოდვა არ ჩაუდენია. ჩვენ ვიმსახურებთ ტანჯვას, მაგრამ ღმერთს არ ჩაუდენია და ღმერთი ადამიანზე და ევას პირდაპირ აუწყებს საკუთარ განკაცებაზე, რომ თვითონ გადაარჩენდა თავისი განკაცებით იმ შეცდომას გამოასწორებდა, რა შეცდომას ადამმა და ევამ დაუშვეს ბაღში. 60-ში დაეცნენ, წარმოიდგინე და ღმერთმა ჯოჯოხეთიდან ამოგვიყვანა იესომ რა, ჯოჯოხეთიდან, სრული ჯოჯოხეთიდან წარმოიდგინე დასწინოდნენ, აბურთებდნენ, აბა ჯვრიდან თუ ჩამოხვალ, აბა ელია წინასწარმეტყველი თუ მოვა და მამა აპატია არიცი რასაკეთებენ. ხო, მართლა არიცოდნენ რასაკეთებენ. ვინ არიცოდა? შანსი არ არის ვინმეს რამე არ ცოდნოდა. შანსი რომელი ახლა ვინმე რომ ჩამოვიდეს შენთან და რომ მე ვარ ღმერთიო და აი თქვა ძველ დროა, იმიტომ რომ ძველ დროში ხშირ შემთხვევაში სიკვდილით კლავდნენ ადამიანს. ანუ ეგ იყო მარტო რა. ხო და მაგ შემთხვევაში ვინმე რომ ჩამოსულიყო შენთან და ეთქვა რომ მე ვარ ღმერთიო და მე მემორჩილეო. არ დავემორჩილებოდი. ანუ როგორი თემაა, იცი? მე ვარ ღმერთიო კი არა. იესოს ვაფშე არ უთხოვს ეგ სიტყვები ზუსტად. მე მემორჩილეო ამბობდა. იესო მარტო სიტყვებით ამბობდა, რამეს კი არა საქმით ამტკიცებდა. ღმერთი უნდა ეცნოთ. ყველა ვარიანტში უნდა ეცნოთ. თუ ესე არ დაუჯერებდნენ, საქმეებში უნდა ეცნოთ. სასწაულებში უნდა ეცნოთ. მკვდრეთის აღდგინებაში უნდა ეცნოთ. პირდაპირ წერია იუდეველები იქ იყვნენ ლაზარე რომ მკვდრეთის აღადგინა. კაიაფა რო ეკითხება ჩვენ ხედავთ სახარებაში. გაფიცებ, თქვი შენ ხარ ის ვინც უნდა შენ ხარ სასწაულად აინტერესებს. სასწაულად. ეუბნება მე ვარ. მაინც არ უნდათ. პრობლემა ის კი არ იყო რომ ვერ იცნეს ღმერთი, იცნეს ბიჭო წმინდა წერილზე გაზრდილები იყვნენ, ეგენი რომ წიგნობრები იყვნენ, 1% არ ვიცი მე მაგათი ცოდნის. 1% იმიხედა ცოდნა ხონდა მაშინ მახამდელ წიგნობერს, ვინც ჯვარზე აცვეს იესო, მაგრამ არ უნდათ ღმერთი, არ უნდათ. აი ან რო იყო იქ ჯვარზე რო ეუბნებოდნენ იესოს, მიდი აბა იხსენი შენი თავი თუ მაგარი ხარ, ეხსნა იესოს თავი. რა პრობლემა იყო? აი ესე იხსნია და თავს იგერე, ამოხდება დედაშულს არა იყვანა ხელში, ეგრო იქნა იესოს. გაიქცეოდნენ ერთი კვირა სახლიდან ვერ გამოვიდა და ვერავინ ისე შეეშინდებოდა. მაგრამ არ ქნა ეს იესომ. ღმერთის რწმენა ძალით არ არის. ღმერთის რწმენა არის თავისუფალნებით, სიყვარულით არის. სიყვარულით გარყვნენ მოციქულები. ანუ თავიდან მოსულმოოს აპირებდა მე იმიტომ გადაწყვიტე ქრისტიანობა რომ ის რა ქვია, ღმერთმა დაგანახა ჭეშმარიტება. უფალმა. ნუ არა თავისუფლება. უფალმა რა? ხო თქვი რომ უფალმა დაგანახა ჭეშმარიტი გზაო. კი ბატონო. მაშინ ანუ არ არის თავისუფლება, იმიტომ რომ დაგანახა.
არა მე ვთხოვდი რომ დაინახებინა მე მინდოდა მე რო არ მდომოდა ძალით არ დამა მე ვთხოვდი რომ დახმარებინა მე ხო რომ დამანახოს დამანახებს რა თქმა უნდა ძმაო აი პირობას გაძლევ მე რომ უფალი გულს არასდროს ზურგს არ შეგაქცევს აკაკუნე და გაგიღებ მიაგნებ აუცილებლად უფალს იესო ქრისტეს მაღაზე არ ინენულო და გექნება მასთან ურთიერთობა აუცილებლად ხო ქრისტიანი ნამდვილად ხო ნამდვილი იყო მაგრამ ანუ არაფერი არ ხდებოდა გინდ მეწამა გინდა რა ანუ სულ შევწყვიტე ერთწმენა რა ანუ არ დამანახა თავისი ისა ჭეშმარიტება დაგანახებს ანუ ესე არ ხდება რომ შენ როგორც გინდა და შენ როცა გინდა არა ღმერთს აქვს იდეალური ტაიმინგი ანუ ეძებე იკითხე სახარება ნახე ღმერთს როგორ უყვარხარ და რა გააკეთა ჯვარზე არ გტოვებს როცა ვაფურთხეთ ვაგინეთ არ გტოვებს და მით უმეტეს ეხლა როგორ დაგტოვებს ეხლა როგორ მიგატოვებს ღმერთი მაშინ არ გტოვებდა და მაშინ ტიროდა იმ ადამიანების გამო იესო ვინც არ მიიღეს ღმერთი ტიროდა ადამიანური ბუნებით იმიტომ რომ უნდოდა გადარჩენა ადამიანების და ადამიანებს არ უნდოდათ ღმერთი ადამიანების უმეტესობა ვინც სასწაულს ხედავს ღმერთის მაინც არ წამს სასწაულზე არ არის ღმერთის წმენა ზებუნებრივ მოვლენაზე არ არის ღმერთის წმენა ღმერთის წმენა არის სიყვარულზე გინდა სიყვარული გინდა ღმერთი მიიღებ ღმერთს არ გეტყვის ღმერთი მაგაზე უარშას შეიძლება დამთხევა იყოს და შემთხვევით მოხდეს არა კი ეგ ხო და მაგაზე გეუბნები სასწაულზე არ არის წმენა იმიტომ რომ ნებისმიერ სასწაულზე იტყვი მაგას დაემთხვევა იყო ჰალუცინაცია იყო ეს იყო ადამიანს ხო იცი ანუ უცხო პლანეტების არსებობა ხო ღმერთის არსებობას უარყოფს რა არ უარყოფს მაგრამ უცხო პლანეტები არ არსებობენ როგორ არა ხო იმან ხო აღმოაჩენა ნეგვი იმ რომ ოკეანეებში არიან ოკეანეებში თუ იყვნენ უცხო პლანეტები რანაირად იყვნენ ანუ ჩვენ პლანეტაზე იყვნენ ჩვენამდე იყვნენ ჩვენ პლანეტაზე ეგრე ამბობ იოანეს გამოცხადება ვიცახსოვს ჩვენ ვიცით ეგენი ვინების არიან ქრისტიანები მაგას წინასწარმეტყველებენ ქრისტიანები რამდენი ხანი წყალში რაღაცას იპოვიან აი და ანუ მეორე მოსვლა რატომ მოხდება იმიტომ მოხდება გეტყვი რატომ მოხდება ადამიანი ჩადიოდა სიბოროტეს ოდითგანვე დღემდე ჩადის სიბოროტის ცოდვის საზღაური არის სიკვდილი მაგრამ ღმერთს იმ დონეზე უყვარს ადამიანი რომ არ უნდა რომ ყველა ჯოჯოხეთში გაუშვას ამიტომ ჩამოვიდა პირველად და ამბობს ესეთ რამეს მე ჩამოვედი როგორც მსახური რომ ემსახურო კი არა რომ ემსახურო ჩამოვედი თქვენთვის მოვკვდი გავწირე თავი მიყვარხართ და აღდგა და ამ აღდგომით დაგვანახა საბოლოო იმედი რომ აღდგომა არსებობს ეს იყო პირველი მოსვლა რომ ჩვენ გამო მოკვდა ჩვენი ცოდვები იტვირთა ღმერთმა თავის თავზე ისევ უყვარვართ ეს იყო პირველი მოსვლა მეორე მოსვლა არის ღმერთი როგორც მსახური და დამდაბლებული და ესე კი არ მოვა თავი დაიმდაბლა უკვე ეხლა უნდა ამახდეს მოვა მთელი თავისი დიდებით მოვა ანგელოზების თანხლებით მთელი სიკაშკაშით მთელი მამის თავისი დიდები აი ყველანაირად მოვა ისე როგორც ღმერთი მოვა რა და არა როგორც დამდაბლებული მსახური როგორც მსახური არა როგორც ღმერთი ეხლა და ვეცდები რა ეკლესიაში დავიწყებ სიარულს და რავი რა ჩემი ძმა ხარ მიყვარს ძალიან აი სახარებად იკითხე ეკლესიაშიავლაბარში თუ ცხოვრობ ახლოს სამებაში მამა ჩემია და რავი